ეს ფოტოები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 23 დეკემბერსაა გადაღებული. 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 27 მოსამართლე გაამწესა. 27-ვეს დანიშნოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა. მოსამართლის თანაშემწეს ხდომის მდივანი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი, ასე გამოიყურება ახალი მოსამართლეების ბიოგრაფია, რომლებიც კლანის გადაწყვეტილებით მოსამართლეება დაირჩიეს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 27 მოსამართლე ისე დანიშნა, რომ უცნობია ჩატარდა თუ არა მათთან გასაუბრებები. მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიაზე გადაღებული ფოტო მასალაც საბჭომ ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე დღის დაგვიანებით გაავრცელა. ღონისძიება ჩუმად გაიმართა ახალბედა მოსამართლეების დანიშნვის პროცესს მხოლოდ. ეგრეთ წოდებული კლანის ლიდერები და ის პირები ესწრებოდნენ, რომლებიც სისტემა მოსამართლეებად დანიშნა. ჩვენ არ ვიცით ამ ადამიანების წინარე ბიოგრაფია და ეს როცა განთავსდება ალბათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდზე, მე შევხედავთ და დავინახავთ, რომ დიდი ალბათობით ისინი იქნებიან სისტემაში გაზრდილი კადრები. თუმცა ესეც მიუთითებს თვითონ ეს ფაქტი, რომ უბრალოდ სახელები და გვარები ვიცით, დაინიშნენ, გვეუბნება იუსტიციის უმაღლეს საბჭო, დაინიშნეს ეს ადამიანები მოსამართლედ, მაგრამ არც გვაცნობს იმას ეს ადამიანები ვინ არიან, ხო? და შემდეგ უკვე გიწევს რაღაცა სხვადასხვა წყაროებში ძებნა ვინ არის ეს ხალხი. თავისთავად საზოგადოების მიმართ არის სრულიად უპატივცემულობა და იგნორი საჯაროების ელემენტარული სტანდარტების. ახლად დანიშნული მოსამართლეების შესახებ საჯარო წყაროებში ბევრი არაფერია ცნობილი, ყველას ბიოგრაფია თითქმის ერთმანეთის იდენტურია. გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეები წლების განმავლობაში ან მოსამართლის თანაშემწეებად, ან სხდომის მდივნის პოზიციაზე მუშაობდნენ. კლანის გადაწყვეტილებით ახლა ყველა მათგანი მოსამართლის მანტიას მოირგებს. ერთ-ერთი ასეთი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია, რომელიც კლანმა მოსამართლედ დანიშნა. მოსამართლე ნაჭყებია წლები მოსამართლის თანაშემწედ იმუშავა. კლანის დამსახურებით დღეს ისიც მოსამართლეა. შესაძლებელია გარკვეული მოსამართლეები არიან თავის საქმეში კეთილსინდისიერები, თავიანთ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ, თუმცა უნდა დავინახოთ დიდ კონტექსტში აუცილებლად. უნდა დავინახოთ ის თუ როდის ხდება ეს, რა კონტექსტში ხდება, მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს იმ რეპრესიებში, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და უნდა დავინახოთ ისიც, რომ რეალურად გარედან შესვლა ადამიანები სასამართლო სისტემაში არ ხდება, ხდებიან თანაშემწეები, სხდომის მდივნები, მოსამართლეები, ის ადამიანები, რომლებიც სისტემამ იციან ვინ არიან. რა ნიშნით შეარჩია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 27 ახალი მოსამართლე. ამ კითხვაზე პასუხების მიღება თავად საბჭოს წევრებისგან გსურდა. მივედით საბჭოში, თუმცა ადგილზე არავინ დაგვხვდა. დაცვის სამსახურმა გვითხრა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სამუშაო დრო თავისუფალია. საბჭოს წევრებთან კითხვების დასასმელად პირად ტელეფონებზეც დაურეკეს, თუმცა მათ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. არავინ არ არის გემოსულ საერთოდ ვაფშე. სამსახურში არავინ არ არის, არც წევრები არავინ არ არის. ესე ადრე არ მოდიან სამსახურში. არა, ჩვენ 10-ის მერე ვიწყებთ მუშაობას. ბოლოს როდის იყო საბჭოს ხდომა? არ ვიცი, ვერ გეტყვი, იმიტომ ჩემს ვენაში არ დამთხეულა. იურისტებისთვის კლანის გადაწყვეტილება პირდაპირ მტკიცებულებაა იმის, რომ სისტემა ახალი მოსამართლეებით კომპლექტდება. უფრო კონკრეტულად ისეთი მოსამართლეებით, რომლებსაც კლანთან მჭიდრო კავშირი და ახლო ურთიერთობა აქვს. სასამართლოს გავლენიანმა ჯგუფმა მოსამართლეთა კორპუსის გაფართოვება იმ დროს გადაწყვეტა, როცა მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი დასანქცირებულია. ქვეყანაში კრიზისია და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან სერიოზული კითხვები აქვთ. პირველ რიგში ამ მოსამართლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ხდებიან იმ სისტემის ნაწილი, რომლებიც რეალურად თვალს ხუჭავენ ადამიანის წამებაზე და ციხეში უშვებენ ადამიანებს, რომლებიც ყლებიან სასამართლო დარბაზებში, როგორ გაუსწორდა მათ სისტემა და პრინციპში სასამართლო სისტემა დღეს უსამართლობასთან ასოცირდება. დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არა მხოლოდ საქართველოში და ადგილობრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც ამ ადამიანების კეთილსინდისიერება, შესაბამისად ლეგიტიმაცია ამ ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილების არის ძალიან დაბალი. ეს ადამიანები ვთქვათ ნიშნებიან ისეთ სპეციალიზაციებში, კონკრეტულად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეებზე, ეს ახლად დანიშნული, ახლად გამწესებული მოსამართლეები ან მოსამართლეები, რომლებიც ჯერ კიდევ გამოსაცდელ ვადაში არიან, როდესაც მათ აქვს საშუალება, რომ სისტემას ლოიალობა დაუმტკიცონ ესეთ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებებით, რომლებიც მე ვიტყოდი, რომ არანაირ სამართლებრივ სასამართლოს უფლებაში, არანაირ ადამიანის უფლებათა სტანდარტებში არ ჯდება, უბრალოდ ეს არის სისტემის მხრიდან ნაბიჯი, როდესაც ესეთი ადამიანები იხილავენ საქმეებს, ისინი სისტემას უმტკიცებენ თავიანთ ლოიალობას და შემდეგ უკვე მათი კარიერული ზრდა და დაწინაურება ხდება სისტემაში.
ბოლო ტენდენციები აჩვენებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეს თუნდაც გამოსაცდელი ვადით მხოლოდ კლანის მიმართ მორჩილების ნიშნით ირჩევს. სავარაუდოდ ამ პრინციპით იხელმძღვანელეს იმ მოსამართლეების გამწესებისას, რომლებსაც ფიცი ჩუმად დაადებინეს. ბევრი მათგანი შესაძლოა ხვალაც ისეთ საქმეებზე გავიდნენ გამხილველ მოსამართლეებად, სადაც სისტემის ინტერესი მაღალია. სამის საუკეთესო მაგალითი არის ცეკვავა. საუკეთესო მაგალითი, რა თქმა უნდა, თავის ნეგატიური გაგებით, იმიტომ რომ სულ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ეს ადამიანი მოსამართლედ, სამუშაო გამოცდილება მას მოსამართლესაც წლები, რა თქმა უნდა, არ ქონია, ის სასამართლოს აპარატში იყო დასაქმებული და ის ასრულებს დღეს პოლიტიკურ დავალებებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არჩევანს აკეთებს სისტემაში სოციალიზებულ კადრებზე, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც სასამართლოში მუშაობდნენ სხვადასხვა პოზიციაზე და მათ აქვთ კარგი კავშირები ეგრეთ წოდებულ კლანთან, იცნობენ ერთმანეთს. სამწუხაროა, რომ ვერც ერთი გამოცდილი, ასე ვთქვათ, კადრი გარედან სასამართლოში ვერ შედის, რომელსაც წლებია საადვოკატო თუ სხვა ტიპის გამოცდილება აქვთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომ ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ უწყებად იქცა, ამაზე იურისტები დიდი ხანია საუბრობენ. ამას ადასტურებს საბჭოს ოფიციალური გვერდიც, სადაც მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ჩატარებული ღონისძიებები იძებნება. ოფიციალურ გვერდზე ვერ ნახავთ ცნობას იმის შესახებ, როდის ჩატარდა საბჭოს ბოლოს ხდომა ან რაზე იმსჯელეს. თავისთავად მრავლებს თქმელია, რომ ეს ინფორმაცია დიდად ცნობილი არ არის, მათ შორის იმიტომ, რომ მაგალითად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხდომებს ვინც ესწრება ხო, მონიტორინგის ორგანიზაციებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, იმათ უკვე წელიწადზე მეტია არ უშვებენ ფაქტობრივად ხდომებზე დასასწრებად. ჩვენც, როდესაც ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას, ესეც ჩვენთვის ცნობილი, უბრალოდ საჯარო ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გასცემს და აი ესეთ პირობებში, საჯაროობის არარსებობის პირობებში უბრალოდ ირჩევენ ამ ადამიანებს და ნიშნავენ ჩვეულებრივად მოსამართლეებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში სასამართლო სისტემის მაკონტროლებელი ორგანოა, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში საბოლოო სიტყვას ამბობს, ან სულ მცირე კანდიდატებს წარადგენს. ევროპულ ქვეყნებში კონსტიტუცია განსაზღვრავს საბჭოს ფუნქციას და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. როგორ მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოში? იურისტების თქმით, საბჭო სრულად კლანის გავლენის ქვეშაა. შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღება, რაც კლანს სურს. ფაქტი, რომ რეალურად დღეს ახლა როცა ქვეყანაში ესეთი მძიმე საზოგადოებრივი და პოლიტიკური კრიზისი არის შექმნილი, ეს ფაქტი თვითონ, როდესაც ყველაფერი ისე ხდება სასამართლო სისტემაში, თითქოს გარეთ არაფერი არ ხდებოდეს და ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არსებობდეს, მის მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა დღეს რეალურად არის თანხმედრაში, მე ვიტყოდი პოლიტიკური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან, როდესაც უბრალოდ ამ კრიზისს არ იმჩნევს. ახლად დანიშნული მოსამართლეები პროფესიული საქმიანობის განხორციელებას სავარაუდოდ ახალი წლიდან შეუდგებიან. სამოქალაქო საზოგადოების და იურისტების კითხვებს პასუხებიც მაშინ გაიცემა, როცა 27 ახალი მოსამართლე სასამართლო დარბაზებში სხვადასხვა საქმის განსახილველად შევა.